ჩამირიცხავენ და გამოვიტანეთ ბანკომატთან გავართ მას სპეციალურად 1 საათია ბანკომატთან გავარ მაგითური მაიცა ჩაგიხლა ბატონო რა გაუმაზღარიჭის რა უნდა სამ კაი გავარ და სამ კაც ჩაუყლაპა შენან ჩამიყობა კი არა შენ არ მითხარ რაღაცა პოდკასტზე ცოტა რაღაცა სუავი აი გამოვიწყოთ გაჩი მაგარ კეთილი იყოს ძმაო ჩემი ფეხი შენ პოდკასტში და აი პირველივე წამზე რაც შემიძლია აღნიშნო რომ ძალიან ისეთი შინაური და ძალიან თბილი გარემოა არა როგორ ტაქსი არა საროები არ მიცეთ მეგონა როგორ პოდკასტზე კაი ძმა კეთილი იყოს თქვენი დატკაპება ამ ვიდეოზე მეგობრებო თქვენ უყურებთ ბაზარი არის მომდევნო ეპიზოდს რომლის სტუმარიც თევდორეა მადლობა დღევანდელ გადაცემაში მოსვლისთვის თევდორე გამარჯობა კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს აი ხარე როგორ გძნობ თავს ძალიან კომფორტული გარემოა რავი მართლა ძალიან ცოტა დიდხნიანი პაუზა მქონდა და საუბროთ რა თუ შეიძლება ეს ვინ არის გამარჯობა მარკოლა ამის სტუდია მაგრამ მოხოდილ ხარ ძმაო დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით სადაც გადაცემა სადაც საუბრობთ იქამდე ვიდრე ვიტყვით ბაზარი არა ჩემი დღევანდელი სტუმარი გენიალური მსახიობი ყველა საყვარლესი ჯობდა დავტოვოთ ადამიანი რომელმაც ძალიან მოკლე დროში შეაყვარა YouTube მაყურებელს თავისი მონაწილეობით სერიალებში როგორიცაა უსაშველოები როგორიცაა ცოცხალი ლეგენდები აწ უკვე დასტარტული ძალიან მაგარი პროექტი ახლა დაწყებულინა ძალიან გულშემატკივრობ და ვაფასებ სხვას შორის ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა გარდა ტექნიკურად იდეურად ძალიან გამართული და ძალიან მიხარია პროექტია რა კაცი შენგან ამის მოსვენა მიხარია იმიტომ რომ კომპეტენტური კაცი ხარ რა ამ საკითხში რა რომ არაერთხელ გადავკვეთილ ვართ და კაროჩე მიხარია რომ ეს ახალი პროექტი ეგრე მოვიდა შენამდე რა აი რაღაც რეკლამა სერიალია რა ძალიან მაგარია ერთად ანუ ამბავი საიდანაც არის გვავში რა დატვირთვაც იყო რომ მე ხო სულ ვარსკვლავი არ ყოფილი მე ხო რეჟისორია თედო არის პროფესიით რეჟისორი მეგობრებო იღებს ისეთ სერიოზულ მაყუთებიან რეკლამებს როგორიცაა ერთ-ერთ რეკლამაში გადავიკვეთ არ ვიტყვით ჩამოწა აი მაგრამ მე პირველი რაც მახსენდება საიდანაც გიცნობ და ხო ანუ მარტო მე გიცნობდი მაშინ შენ არ ვიცნობდი ეს იყო პანიკის გარეშე სერიალი რომელიც შენ მიცნოდით მაშინ მარტო აუ ძალიან საყვარელი სერიალი იყო და როლი რაც ჰქონდა პანიკის გარეშე სირინოზის როლი ვერ ვიხსენებდი მაგ სახელს ხო ეგ იყო GDS-ში მაშინ რა დავიწყეთ ლევან დაბრუნდაშვილი იყო რეჟისორი და მაშინ როგორ მოხდა იცი აი მე სულ ეგრე ვხდა მსახიობი არ ვარ რა და აი ამასობაში ხელსივი დამიგროვდა რომ აი მე ზურაყიფში უკვე შემიძლია თქვა მე ზურაყიფშიზე დასი ჩვენ ხო რამას ჭიყვაძე რაღაცები ჩამოწალა არა არა ვარ მსახიობი მაგრამ რაღაც დაგროვდა კაში ისე მოხდა რომ ვიღებდით რა პანიკის გარეშეს და მაშინ ვიყავი ფოკუს ფულერი ფოკუს ფულერი არის კამერის ასისტენტი რომ გადაყავს რა და მონიტორს უყურებ და ფოკუსს ასწავლებ ლევანი იღებდა დაბრუნდაშვილი მოკითხვა აქედან ამერიკაში უნიჭერეს კაც და მალე ფილმების გადაღებაც უსურვოთ და თავის საქმეს დაბრუნებოდეს იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი რესურსის და ნიჭის მქონე ადამიანია და ბევრი მაქვს მაგ ადამიანისგან ასწავლე ხო და ვიღებდით და აი ერთი პატარა როლი არისო თუ შეგიძლია რომ ეს დადგეო და გამარჯობას თლები დაამატავდა. ბიჭო და თან ვიღებთ თელავში რა, თელავში ვარ კერდა ყვარელში ვიღებთ რა მაგ შევედი გამარჯობას და აუ მე რაღაცა მოდი მეორე სერიაშიც და გაგზელდა ეგრე როლი მომეცა რა და ოღონდ ერთი თვე ვიყავით ყვარელში წასულები და ეს გამარჯობას თაიდან მოდის იცი რომ ჩვენთან მუშაობდა მძღოლად გიული რა ოქროკაცი და ეგეთი ტიპი იყო. ხო, კაცი იყო გიული. ხო. დოდოც ხო ნუკრი გიულიც იგი ნუკრი დოდო გიული ხო და ხო მეც გიულიზე პირველად გავიგე მაგრამ აი უსაყვარლესი კაცი და მოკითხვა აქედან ამბობდა მართლა და როგორ იყო იცი რომ ერთხელ ჭამდით რაღაცას რა და ესე შემოვიდა და ზრდილობიან ფორმაში გაამოსთ ან ზრდილობით რო გვამა და კარჩი მაკედან იყო რა გიულისგან იყო ეს რომ
გამარჯობა ხო დამატებული იყოს თა როგორ ვიყავ იცი ყვარელში ვართ რა ერთი თვე ვიღებთ აზრზე არა რა ხდება ვინ უყურებს ამ სერიალს თან მაშინ ინტერნეტში კეთდებოდა ტელევიზიაში გადიოდა ხო მე ინტერნეტზე ვნახე ხო და უცებ ბიჭო ჩამოდივართ ფილმში და უბრალოდ მორჩა ეს გადაღებები და შემოვედი თუ არა აი სირინოს ატყდა კარჩი კამანდა მეძახის თან ბიჭო როგორი სახელი იყო იცი რომ კომპლექსი ავიკიდე რა შემზიზღდა ეს ისე იწყება რომ შენ სირინოზი არა ხარ და იმოდი როგორი დასათანხმებელია კი მე სირინოზი ხო მე ვარ მე სირინოზი ვარ ხო და რო ვერ იხსენებს და შენ რო ეხმარებ ხო სირინოზი ვარ რა მოდისკერიდან მაგრამ აი აი ხანი ვერ დავძლიე სირინოზობა რა გაბურვოდი ხოლმე საბოლოო ჯამში სირინოზიც ვარ სპარტაკაც ვარ სპარტაკ და დიანა მაგრამ სინამდვილეში სადღაც მაინც მიღმა თედო ცხოვრ ხო მაგრამ ალბათ უფრო თევდორე ვარ რა თევდორე ესე გიჩვენია ბიჭო თედოზე უფრო ვიხედები და თევდორეზე სამუშაო მე გიოზეს ვიხედები სტაშტენაზეც რა ხდება კი სტაშტენაზე მეც აიკავში სუთვალი გამი სტაშტენაზე რა ვარ გინდა რა გაიხედე ხო ეგთან ხო სუნა ნუ გზაში ხვდები რომ არ უნდა გამეყე რას ფიქრობ YouTube-ს როგორ მოკიდე ფეხი ხელი როგორ მოვა ესე იგი ჩემი მთელი ცხოვრება რომ აი ესე როგორც რეჟისორი სხვადასხვა რეკლამებზე ვმუშაობდი ანუ ამდენი წელიწადია კაროჩე სიტყვა მე რბნანო ხოლმე მე ამ კაროჩის გამოსწორებას ვიწყებ რომ რაღაცა უფრო ქართული ვთქვა და უფრო სისულელებს ვაპარაკ ეს მონტაჟდება ამოჭეთ ხო აო და ჩუ ამოჭერი გა კაოე ხო და იყო ის რომ ეს YouTube-ზე სერიოზულად არ მიფიქრე და ეხლა რაღაცნაირად ის დრო დადგა რომ რაღაცნაირად ეს ჩემი რეკლამის გამოცდილება თან მომავალში რაღაც მეფიქრება რომ მაინც როგორ ხედავ ესე გეგმა და მიზანი ქვია ხო მაგ ყველა რაღაც მინდა ჩემი სერიალის გაკეთება რომელიც სცენარიც უკვე თითქმის დასრულებულია რა და იყო ეს რომ ეს ცოცხალი ლეგენდებიც რა ეს რეკლამის გამოცდილებაც თან სერიალის რაც უნდა გავაკეთო აი მოთელვა ხო და ნაზავი გავაკეთე რომ ესე ვთქვათ რეპეტიცია ეს ყველაფერი მეგობრებო აუცილებლად ცოცხალი ლეგენდების არხი იქნება აღწერაში გადაბზანდით გამოიწერეთ არინანებთ ატვე ჩაივა ეს არის მოკლედ თარაც იყო არ ცოცხალი ლეგენდებზე რომ ორი კონცეფცია რა არის ორი უმუშევრად დარჩენილი მსახიობი როგორ ჩალიჩობს რომ ფული იშოვოს ხო რომ აი თან არის კომპანიებისთვის ორგანული რეკლამა რა თითო სერია არის ცალკე დამოკიდებელი ამბავი ანუ რეკლამა რა იმ კომპანიის რა ეგრე ქვია და თან რაც არის ესე ვთქვათ ცოტა ავტობიოგრაფიული პერსონაჟები აი მე თედო ვარ არა ვარ გამო აი გიორგი ყიფშიძეა ძალიან მაგარია ეგეც ანუ რა ქვია მაგ ჟანრს რაღაც ქვია რეალიზმი ბიოგრაფიული რეალიზმი კარგი მომეწონა აი არ ვიცი ეგვია თუ არა მაგრამ რაღაცნაირად მე ტრენდია რომ ორ რაღაცა იდეოლოგიების იმებს რა შეეხება ამ სერიალს განაგზა ხო არის ეგ და ეხლა მომავლის გეგმა არის საბოლოო ჯამში რაღაც სერიალი რა კარგად გავიქრინჯე რას ეს ჯანსაღად გავიქრინჯე წეღა პროსტა უცებ ჩემ თავზე მეც ჩემი თავის მწვენოდა და ეს კარგი სამუშაოა რა იცი აი მეც და რატო გწვენია რეალურად იმიტომ რომ ხალხმა როგორ აღიქვამენ თორე შენ რეალურად რაზეც იქრინჯები ხო ეგეთი ხარ ხო პროსტა ხალხი როგორ აღიქვამს ხო ელოდები იქიდან რომ ხელი გადაგისვა ის იმათი აზრის გამო იქრინჯები თორე შენ რეალურად ეგეთი ხარ და ვინც ეგეც მიგიღებს კაროჩი ის იქნება ჩემი გამომწერი ის იქნება შენი გამომწერი ყველა ჩემი მეგობარი ჩემი გამომწერია ყველა ჩემი გამომწერი ჩემი მეგობარია მეგობრობის გჯერა მეგობრობამ წამს თუ ადამიანი მაინც მარტო არის მეგობრობა ყველას შეუძლია შეიძლება არ იცნობდე ადამიანს მაგრამ შენი მეგობარი იყოს შეხვდები და იქ მეგობარი იმიტომ რომ ისიც შენ გჭირდება იმაში შენ თავს ხედავ მეგობარი უფრო ხო ემპათიას გულისხმობ ემპათიის ხო ანუ იცი რა არის აი უფრო რა არის იცი აი ადამიანები რატო ურთიერთობთ ჩემი დაგვირვებებით რა რომ აი მე რომ შენთან ურთიერთობ ჩემ ნაწილს ხედავ შენში აუცილებლად თუ მე შენ ჩემი თავი ვერ დავინახე შენში აუ გიშვებ რა აღარ მაინტერესებს იქით რა არის
ანუ რაც არ უნდა ხოს თუ შევიცნობ ესე ვთქვა ჩემი თავის შეცნობისკენ ერთი ნაბიჯი გადადგმული მექნება იმიტომ რომ ადამიანები ვართ ერთმანეთის ურთიერთობა არის რომ ერთი საკუთარი თავები შევიცნო აი ცივად რო ვთქვა რა უხეშად ერთნაირი მექანიზმები ვართ ყველა რა და შენში თუ დავიჭირე რაღაც ანალოგიურის მოძებნა მიყვარს მე ჩემში რომ მეც ეგეთი აკავშირებ რა აი რაღაცნაირად სიხშირეები ემთხვევა და მე შენი თავი მოგწონს მაგ ყოფნაში და შენი თავის გაღრმავებაა რა თორე ეხლა აი წარმოვიდგინე ჩემგან არ ქონდეს თანხმობა რომ შენი თავი დაინახო აი არ მოგცე მაგის თავისუფლება ხო და ჩაგიკეთო რა აი ხო წახვა და სხვაგან დაიწყებ ძებნას რა ამიტომ რაღაცნაირად საბოლოო მიზანი ყველა ურთიერთობის აი ერთობის იდეა უფრო რატო არ მგონია ძლიერი და სწორი რა ერთობა არსებობს საკუთარი თავი ხო ეს ნაიპოვო უბრალოდ სხვაში და იმანა შენში ძალიან ცოტა ფილოსოფიურად და გაუგებრად შეიძლება ჟღერდეს ბევრისთვის მაგრამ ყველას ერთი საწყისი პარადოქსულია იმდენად ხო მარტივია რა მაგრამ ყველას ერთი საწყისი გვაქვს ეგ არის რა თუ უფლის შვილები ვართ ყველა ერთი მდგომარეობიდან მოვდივართ პროსტა მე ვატარებდეთ სიყვარულს და აუცილებლად დაგვიფასდება და ბოროტი ზალა მაგას ვეღარ გადაჯაბნის მე მგონი რა მაგრამ თუ შენ ჭეშმარიტ სიყვარულს ატარებ ნიკოლას იქ დაფასებას აღარ უნდა ეს უანგაროა ეს სამხრივია ღერძულაში სკელი ღერძულა იქ ვერ გადადიხარ ძალიან გავასერიოზულე ცხოვრება კი მაგრამ მომეწონა არ იყო ცოდი შენთან სულ მithქვამს და დამიფიქსირებია ის რომ კარჩე თავიდან დაიწყე რა კარგად რაღაცა გადაედო მე მგონი ჩემი ხმა არა გინდა ჩვენ ხო ერთნი ვართ მე ხო შენში ჩემ თავს ვეძებ და სურო შენი ხმა გადამედოს ეს ხო ერთი ხმა ეგ ხო იგივე ჩემი ხმა სიკეთე გადამდებია და ხმას მithome ანუ პონტი რა იყო იცი რომ მე აი კაცი ჩვენ რაღაცა 4 თუ 5 თუ 6 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს და შენი იუმორი აი მე ჩემთან ძალიან ახლოს იყო რა შენი ტიპი როგორი ადამიანიც ხარ რა იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემი ნაწილიც ეგ არის როგორ ასეთ წეღამ ლაპარაკი გინდა გასხრო ეს ხო წეღა რა იგივე შე რო გახდი იგივე მე ვიხდი დღეს მე ვიხდი მეგობრებო და ის იყო რომ რაღაცნაირად ახლოს იყო იმიტომ რომ რაღაცა ბუნებრივი ხარ რა ცოცხალი ხარ და ორგანული ხარ რა მე ეგ მომწონს შენი ნაწილია ეგ რა რაღაცას არ იგონებ და აი შენი ეს გადაცემას და აი ყველაფერი რასაც აკეთებ მოკლედ ძალიან გულშემატკივრო და ძალიან მიხარია დღეს აქ რო ზივარ ხო სიყალბეს ვებრძვი შეიძლება იყოს ესე ეთქოს ესე არ მიყვარს სიყალბე იმიტომ რომ აი ეგნად ის გარღვევა არის ისევ მან საჭირო რომ შენი თავი მიიღო როგორც ხარ რა შენ თავთან თუ ყალბი ხარ მე რასაც გააკეთებ ისიც ლარიან მაღაზიაში ნაყიდი ხარისხი ექნება რა ხო მაგრამ ის სიყალბის საზომი რა არის შენთვის აი ნახე მუსიკაზე ვსაუბრობდით სანამ ჩაწერა დაიწყებოდა რა და ტრენდში რა არის რას უსმენს ხალხი გემოვნებას აყალიბებს ის რასაც უსმენ და ანალოგიურად ის ინსპირაციის წყარო ხდება რა და თუ ამ ტრენდში ჩაები შენ იქ კარგავ შენ სინაღდეს რა რაც ავტომატურად ყალბი გამოდის ანუ შენ ეხლა რაც მე გავიგე რასაც ამბობ სიყალბი არის ის რომ შენ როცა შენი ნებით კი არ აკეთებ რაც შენშია სხვას რა მოწონს ანუ სხვის ნებას ითვალისწინებ რა დაფასდება და მან ანუ სიყალბე გამოდის როცა შენ ორგანულობას კარგ შენ სათქმელს და გადადიხარ რომ სხვის ვნებაში ერთო აი დავუშვათ პოდკასტი აქამდე არსებობდა ხო სანამ მე ამ ვიდეოების სერიას დავიწყებდი პოდკასტი ბევრნაირია მაგრამ შეიძლება რაღაც მხრივ ის გათვლა მქონდა რომ ამ პოდკასტს ნახავს ხალხი რა ანუ აქ გამოვიჩენ იმ ჩემს ხრობითად ჩამოყალიბებულ სათქმელს დაუშვათ რა როცა ხუმრობაც ხო ლექსივით არის რაღაცნაირი აი ლექსივით კი არა აი მუსიკასაც მავით აგეჩემება ხოლმე ხუმრობები ხო არის რა დიდ გულს დასულსდებ და რავი ან მართლა ძალიან მიყვარს ჩემი ყველა პირდაპირ სერიები რაც მაგარია ისეთ რაღაცეებს ილინკება და ისეთ რაღაცეების სინთეზი ხდება მართლა რომ ან მეც მიკვირს რა და გამღვიძებია ხო ხა ნახევრად რო ძილ შემიდიხარ და ჩავიწერო თორე შანსი არ დამოვიწყება და მე მთელი ღამე ვეღარ დამიძინია მაგრამ მიცინია რა მაგრამ რო არ ჩაგიწერი ხო დაგვიწყები კი აუცილებლად რამდენიც გინდა მაგრამ ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება რა შეიძლება არც უნდა ჩამეწერა აი შენ თუ იწყებ ფიქრს
კარჩე, შენ თუ იწებ ფიქრს, მაშინ რაღაცა გამართლებებსაც და არგუმენტებსაც მოუძებნი რა. მაგრამ რეალურად ჩემი გადმოსახედიდან უფრო სად ვარ, მანდ კი არ ვცხოვრობ, ეხლა შენთან ერთად მსჯელობ რა. ყველაფერი ხდება თავისთავად. ანუ თავარი არცი კი არ არის ის, რომ შენ ახსნა და არგუმენტი გაუკეთო ის მიზეზი რატომ მოხდა რა. ანუ იცი რატო თუ ახსნას და არგუმენტს, აი როგორი ტიპები არის წარსულში თუ ჩაიძირე, ეს რო ისე მომხდარიყო, ეს, კარჩე, წარსული აღარ არის ხელი და ილუზია რა. რეალურად შენ თუ ეხლა და აქ იცხოვრებ და იქნები მიმღები. ანუ თუ ყველაფერს მიიღებ, მაგას აღარ ჭირდება ახსნები. ხტები, მაგას აღარ ჭირდება რაღაცა კვანძის გახსნა. დეტექტივი, კაროჩე, არ უნდა იყოს შენი ცხოვრების რა. შენი ცხოვრების უნდა იყოს მიმღები და არა დეტექტივი, თორე ეხლა ორი ტიპის ადამიანები არიან, არა წარსულით განცხრომაში არიან და მაგვნებაში რომ აუ ის რომ მომხდარიყო, იქ რომ შემეხვია, იმას რომ ეს არ ეთქვა, ესე ხო არ ვიქნებოდი. იმან დამწყელა, იმეზობენ. აწმყოში არ მოქმედებენ და აწმყოს იპრავებენ წარსულით. არიან მეორეები, მე რო ხვალ იმას ვიზავ. აუ იქ რომ მივალ და ტკბობა და რეალურად მაზავთ ეხლა. ანუ ეგ დასკვნები, კაროჩე, მე მგონია მაინც ფუჭი. კი ვერ გავურბივართ მაგ ადამიანურ ვნებას, მაგრამ ესეთი რაღაც კუთხიდან რო შევხედოთ რა, მსჯელობას რა და ჩაღრმავებას ნებისმიერ მხრივ შეგიძლია იგივე რაღაცა იპოვო, რასაც არ უნდა ჩაუღრმავდე რა. ერთ როგორ თქვა რა. აიღე რამე ისწავლე, ნებისმიერ რამე ისწავლე რა, ოღონდ ისწავლე. მიხვალ იმ ცოდნამდე, რითაც აი კითხების, მაგ კითხებს გაეცემა პასუხი. უბრალოდ ეგ კითხვის საჭიროება მიხვდები რომ აღარ არის. საბოლოო ჯამში რაც უფრო ღრმავდები, კაროჩე, უფრო ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლე რა. კარგი ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლე. ახო გამახსენდა ერთი ისტორია. ბებოს ეკითხებიან, მაგარი მცხოვრებელი იყო ხაჭაპურის, აი ერთ-ერთი ძლიერეს ხაჭაპური გამოსდიოდა და არ იძახდა რა, როგორ აკეთებდა რა. ჩავარდა ლოგინად რა. მიდის ერთი შვილიშვილი, მიდის მეორე შვილიშვილი ისმენა. ბოლოს პატარა შვილიშვილს რა. ყველი ჩადე. ყველი უკენით მეტი ყველი როს არაფერი. ჩემი მეგობრები იყვნენ ერთად. არ დაიშუროთ. სვანეთში თუ სადღაც და შვილო ბებო დახვდათ იქ რა. შვილო აბა ყველი რომ ქონოდა ხაჭაპურს ხო გამოგიცხობდითო. უკვე უმასპინძლა. უმასპინძლა, ანუ უთხრა, რას არ ქონდა ყველი, მაგრამ ძალიან კარგი მასპინძელია. აი, გაგიმასპინძლა. კარტოფილი რომ ქონდა ხო გაგითვლიდით. მე კი არ მეზარება, უბრალოდ არ მაქო რა. ხო და რაც უფრო მე ღრმავდები და ჩადიხარ საკუთარ თავთან, მე ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელობას, აი დამოკიდებულებები იქნება. ჩვენ ვართ მიჯაჭული დამოკიდებულებებზე რა, ურთიერთობებზე, მაგრა რა. სკროლოზე, ყველაზე საშინელი. რაზე ხარ დამოკიდებული? ანუ TikTok-ი არ მაქვს, მაგრამ Instagram-ს, აი, ცილის წინ ვცდილობ ხოლმე რომ ტაიმერზე მიყენე, იდეაში 2 საათიანი დავაყენე screen time-ი რა. Instagram-ი დღეში მეთქი 2 საათზე მეტი არ გამოვიყენო რა. და სანამ ვისაუბრებ, უკვე მიგდებს რომ your time is full, ანუ 2 საათი უკვე გამოვიყენე. ისე რომ არ გასულა აქ. გუგლში ვარ და უკვე 2 საათი. მე ხო ჯერ არ მომიფსავს, არ ამდგარო. მისალმება არ მეთქვია, ბაში ბათია ჩუკი. YouTube-ზე მინდა ვიყო დამოკიდებული და ხშირად დავდო ვიდეოები. რო ეგ დისციპლინა გააკეთე. დისციპლინა მინდა რომ ჩამოვიყალება. შრომის რაღაცა შექმნა შენი რაღაცა ნორმა, წესები შეუქმნა შენ თავს, სადაც კაროჩე იმოქმედა. აი TikTok-ი რეაქტი ხო შემილია დავდო და ეკნება ნახვა, მაგრამ არ მინდა რა ეს TikTok რეაქტი. არ არის შენი ორგანული ნაწილი. ეხლა პოდკასტში ხო ხედავ. აი შენ მე რასაც ხვდები როგორი ტიპი ხარ, იცი რომ ადამიანებთან ურთიერთობა გაძლევს სტიმულს რა. იუმორი ხო ეგ არის შენ ნათქვამს, აი როგორც აი დაუშვათ რაღაც მსახიობი რომ სპექტაკლში თამაშობს, ტაში ხო არის დამაჯილდოვებელი, აღნიშნული რა. შენთვის არის შენ მაგ პროცესში ხარ. ტაში სიამდვილეში არ მინდა. ტაში არ გინდა, მაგრამ ნახე რომ და მინდა კეთებისას მინდა. ცოცხლად ღიმილია შენი ტაში. ჩემი რეაქციაა ბაზარი არა. ანუ რაღაცა დასკვნა კი არ აქვს, დრამატურგიული ამბავი კი არ იქნება რა. სკოლაში გამოფუჭეს კლასში, აი გაკვეთილები იშლებოდა რა. ძალიან პატარა კლასი ვიყავით, 8 ვიყავით რა. და
და ერთი გოგო ყავდა. ცდებოდა რა გაკვეთილები რა, მასწავლებელიც კი იცინოდა, ანუ ვერ ატარებდა გაკვეთილს, ისე ვღადაობდით რა და მაგან შეიძლება ეგ უკვე გამაფუჭა. გაგაფუჭა კი აზარტი ჩაქვთ, ანუ რაღაცნაირად ეხლა ესეც რა იუმორიც რა, შენი ძიება, ანუ შენ ეხლა რამე დასკვნას, რაღაც მუხტი იქნებოდა პატარა. შენ ეხლა რაღაც შედეგი, ნახე, რო დავფიქრეთ, შენი იუმორს რამე შედეგი აქვს თუ უკვე ეს ქმედება მე და შენ რო აქვსივართ. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ეს არის უკვე შედეგი, აღარა აქვს რამე ლოგიკური და ეს უკვე აქ იკვრება რომ კაროჩე ამით შენ მიიღე. ის არ არის. პროცესია. შენ ცხოვრება კაროჩე არის პროცესი. იუმორი მგონია ეგ პროცესი რა. ყოველ წამი არის შენი შედეგი რა ცხოვრების რა. და ეგ თან კარგად გამოგდის რა. თან ბიჭო რა არიან ორი რამოდენიმე იუმორისტები. დებილურად უღრმავდები ხანდახან რაღაცეებს რა. როგორ ისმის და აი რა არ თქვი რა, გაიგებს. ხუმრობის ახსნა ბოდიში გაგაწყვეტინე. სისულელი. ყველაზე ცუდი საქციელია, ანუ უხერხულია. არ უნდა ეჭირებოდეს. ხო იცი ღილაკი, ნაცრისფერი ღილაკი რა კომპლექსში არ ეჭირება. ეგრე უნდა იყოს ხუმრობის ახსნა რა. ანუ მე მქონდა ხოლმე მე მოგხომე რა იცი რა. ანეკდოტები და აი ეს რაღაცა მე მოგხომე კიდე რაღაც იცი დასასრული ბიჭის აი თუ რაღაცა გადაობა დავიწყე და ვერ მივედი ის არ მეყო და გამოძრომას რო ჩალიჩო მე მაქონე თუ კაროჩე ჩაუფლავდი და ვერ გავაცინე გამოძრომას რო ჩალიჩო და მე ვიწყებ სისულელეების ლაპარაკს ან ყველგან შეგილია მორჩე რა ყველა წინადადებას ისე ყვები რომ ისტორია ეგ გამოწყვეტინე მე შენ რაღაცა ფორმა ნანახი გაქვს რასაც ხვდები დასასრულს რაღაც მანერა გაქვს ნანახი იმ წერტილის დასასმელის რა ეხლა მე შენასაც გიყურებ რა რამოდენიმე ნაირი იარახს რო ადებ გაიცინე ეხლა წევით აქ არ დამტოვოთ ხლეთ არ დამტოვოთ ვინმე გაიცინეთ ვახ ჩემი კაია არ ვიცი დაუტოვები ვარ მე ხო შენ არ დაუტოვები აღიარი ხო ხუმრობაშიც და კი ხუმრო ჩემო მაგას მაიც ხომ მეგიყურებს ეგეთ დებილი სახით ცოტა ხანი 1-2-3 წამი რა უკვე რო მოგსპო განადგურა მეტი არ ჭირდება მაგას თურმე არ გისმენ და მე რა იცინის და მე აღარ მინდა აღარ გჭირდება მე რატომ მიკეთებ ამას ესეც ახლა გზაში დაგაწევს ხოლმე ხო სპეციალურად მიკეთებს იცის რომ აღიზიანებს აი იმიტომ შენ ანახე რომ შენ დაანახე შენი ძლიერ რა გჭირდება ანახე რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და მაგას აღარ გაძლევ ეთამაშება კი ახლა შენ თარასაც გიყურებს ძებნის ძიების პროცესში რა ერთხელ რაღაცნაირად ერთ რეკლამაზეც კი ვიმუშავეთ ალტას მაგრა გაასწორა რა ნუ რაღაცნაირად ეგ არტისტული ის ბუნება გააქვს ხო და აი საითკენ აი რა არის აი საქართველოში იუმორისტის აი ხორი რეჟისორმა ფილმი გადაიღო აი რეჟისორმა ფილმი გადაიღოს და რაღაცა ფესტივალზე გაიტანოს მოიგოს აი რა არის იუმორისტი უნდა იმუშაო ვიღაცასთან სცენარისტად ტელევიზიებში პროცესი უნდა გემუშაო სცენარისტად სტენდაპის კულტურა აქ არ არის ну კი ნელა თითქოს ნახე შენ ხდება ხოლმე მაგრამ აუ სტენდაპზე მგონია რომ ძალიან დიდი გამბედაობა გჭირდება და მართლა ანუ ეგოს აი წაღან რო საუბრობთ რა ეგოს დამარხვაც არ გინდა მანდ ოღონდ აი შეიძლება როგორ იცი ეგო უნდა დამარხო მაგრამ თავიდან უნდა ამოთხარო რა თორე შენ თუ სცენაზე გამოხვედი და როგორ თქვა ვიღაცა არ დააბულინგე აი არ არის სტენდაპი რა მაშინ შენი თავი დაიბულინგე ისეთი ისტორია მოყევი რომ შენ თავზე ბოლომდე იღადავე მაგრამ ავტორიტეტს კარგავ რაღაცა საყრდენი მაინც გინდა რა რო ხალხს კაცი სტენდაპი რასაც ხვდები უხერხულობაზეა აი მაგ ლოგიკით დაფუძნებული პაუზებზე ხო ან ვიღაცა საკდებ უხერხულ მდგომარეობაში ან შენი სიშიშვლით საკუთარ თავს რო აშიშვლებ შენი სიშიშვლით აგდებ უხერხულ ხო შედიან ინტერაქციაში რა მაყურებელთან სტენდაპის დროს რა და მე დადგმული არ არის დადგმული რა მნიშვნელობა აქვს რა აი მიწასთან ასწორებს ადამიანს რა სტენდაპი იუმორის ის სახეა რომელიც უფრო სანახაობა არის ხო ანუ უფრო ფულის ამბავში ვამბობ რა პირდაპირ ანუ სტენდაპი ფულია რა ერთი კაცი გამოდის ამ ხელდარბას ავსებს ვინ უნდა იყოს მან ფული ანუ გასა იუმორისტი კარჩი ყველაზე მეტ ფულს ანუ სტენდაპიდან შეუღებს აი ეგა იუმორის სუპერზალა იდეაში რომ კინოსავით ამ ხელა სტაფი არ გჭირდება მარტო ხარ რა ხო კინოზე არის რომ მაგაჩი მარტო ტიპი ვერ ახარ რა ვერ გადაიღებ ვერ გადაიღებ კაი სცენარი დაწერე გაქვს მაგრამ აი კამერა ოპერატორი ხო გჭირდება ჯგუფიან მე მენეჯერული ერთვება რა კაჭი მუსიკოს შეუძლია მარტო იყოს მარტო იყოს
რეჟისორს, კარგი. მაგრამ მაინც აი გაყიდვის ნაწილში მაინც ვერ ხარ მარტო რა. სეილი მაინც გინდა რა პრომოუტერი. ხო შეიძლება რამდენი მუსიკოსია თვითონ აკეთებს ინსტრუმენტალსაც, მუსიკასაც, ტექსტსაც წერს და ეხა YouTube-ზე დებს და იყიდება მიდის ხალხამდე. აი რეჟისორი მაგას ვერ შვება რა. უსმენ ქართულ მუსიკას ისე. კი. აი, რავი, ქართულს უსმენ, მაგრამ ჰიპ-ჰოპი ტრენდშია. ნუ აი შევის ხალხორცეთ უკვე. მე სკაფი ქართულ ჰიპ-ჰოპს ესე ყურადღებას ვადევნებ, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს საიტკენაც ჩემი სუბიექტური აზრია ეს რა. შენ ხო გაქვს მუსიკალური ნამუშევრები? მაქვს, მაგრამ მაგას არ უწოდებ, რომ აი მე ესე აი როგორც პროფესიად აი არ უდგები ჩემს მუსიკას. იმიტომ რომ იცი შენ რეალურად პროფესიად რო დაარქვა რა შრომა ჭირდება ამა თუ იმ რამეს. უეჭველი შრომა ჭირდება. ჩემთან უფრო დანიშნულებები რაც გამიკეთები ახლა ზოგი ტელეფონში მაქვს ჩაწელი რეებიც მინდოს იმენა ტელეფონში ვიწერდი არის უფრო აი დღიურების დატვირთვა აქ რა რომ აი რაღაცა უნანარესი მუსიკები არა ასწორი ტერმინი უნანარესი მუსიკაა და მართლა ზიგარი ხა აი ვაიბი მართლა ხალასი და მელოდიურ ჰარმონიული დაკარგულია რა თუნდაც აი ჰიპ-ჰოპი ავიღოთ რა ჯუნ და ამაში რა ქვია იმას ბაუნსი კი არა და ხო აი კაკას გრუვი და ბაუნსი აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს რა ანუ რაღაც რაც old school-ს ქონდა მუსიკალურად აი ცეიმის ცეხია რა მეტალურგიული ქარხანაა რა კი და იცით რა არის აი მე ჩემთვის აი მაგათად არც რეპერი ვარ არაფერი რომ მართლა ვაკეთებ ხოლმე ჩემთვის უბრალოდ ჩემთვის კეთდება ეგ რომ ჩემი თერაპიებია რა აი მაგას უწოდებ აი და კაი არ ვაზიარებ და არ ინახავ ხო ეგ გამო მაგრამ მე მათ ჩემი რეალურად რა არის მუსიკა შენი თავის ძიებაა რა მან რა სადღაც მიყავ ხარ კაცი და აი დღევანდელი ის მაგათად ეხა ბევრი მეგობარი მყავს ქართული რეპერიც სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ აი უმეტესად სახით რა ტრენდი შემოვიდა, რაც პოპულარული გახდა, აი დის კულტურა რა. აი ჩემთვის მაგათად აი კულტურობა. აი არ არის ესე ვთქვათ მისაღები და მისასალმებელი. რატო რა? აი მოდი ვთქვათ რომ აი დისში რა არის? აი და ეხა კიდე დის კულტურა შემოგვიტანეს. პირდაპირ საშუალება მოგცეს რომ ერთმანეთი უკვე ფორმით ვჭამოთ. ანუ არავის არ შემოუტენია ეს მაინც ჩვენ ბუნებას აქვს. კარჩი მე უფრო რამგონი იცი რომ გადაბრალებაც ხო ჩვენ ნება არის. კარჩი ნახე სიხარულში არ არის მაგ ხელა აი ხანგრძლივობა რა მაგ გზნობა სიხარულს არ აქვს რომ მაგდენი ხანი შეინარჩუნოთ. აი დისში ეს ბრასში აი წარმოიდგინე ამ ხელა ნებაა რომ ადამიანი ძალიან რთულია მაგ საწურს გაექცე რომ ცოცხლად გზნობ თავს რა ბრაზი გაქვს და ეგ შედარება რომ ნახოთ მართლა აი სიცილით შეიძლება ჩაბჟირ და გაგეცინოს და ნუ აი ხაცი იქით უკვე წყალი გინდა რა. დამთავრდა. აღარ ვარ ბრაზი შეგიძლია იცხოვრო რა. ბრაზ ჩაიდებ ძალიან გასივდები ამ ბრაზს. ძალიან არასაჭირო. სხვას გადასწრებ რა. სხვას გადასწრებ. სხვას ძალიან ცუდ როლს თამაშობს რა რომ დაფიქრდე რა კაცი. აი როგორით რა ცოცხლად გძნობ თავს აი ცოცხლად გძნობ ბრაზის დროს რომ ვიღაცაზე ხარ გაბრაზებული მაგრამ დიდი ხანი გიგზადება მაგრამ რას ემსახურება საბოლოოდ არაფერს არ ემსახურება და როცა არაფერს არ ემსახურება კაცი მაშინა ის კაცი დროს არჩება რა ის ფუჭია კარგი ენერგიის წამს რა მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა ენერგია არის ძალიან დიდი ცნება ასე ვთქვათ რომელიც გარს გვაკრავს და უხილავია რა ანუ ესევე ხელს ვერ მოკიდებ რა, მაგრამ ნუ შენ ენერგიას, მაგრამ იმის გჯერა რომ შენ ენერგიას შენ ქმნი. ხო. ეხლა აი მართლა ელექტროენერგიაზე გამახსენდა. ცოტა ხნის წინ ავაწყეთ ჩემი ბიძაშვილიშვილისთვის კომპიუტერი რა და გავყევი ამ ნაწილების საყიდლად და ასარჩევად და აი ეს ახალი ვიდეო კარტა არისო და ყუთიდან ამოიღო რა და უნდა გამომერთმე და აპაპაპ ამის ხელი და ხელში მიწოდებ არ შეიძლებაო რა და გამხსენდა სრულწმენა რომ დანას რა არაწვია ხელში და რატომ მეთქი რა და ყველას გვაქვს ჩვენი სტატიკაო რა დენის ანუ ადამიანს ყველაზე ენდენს ვარ და აქ იმდენად მიკროსქემა არისო რა შეიძლება ერთ ბოლოში და მეორე ბოლოში რომ მაგდა ამას რო აკეთებს ვიდეო კარტა აღარ გაქვს შეიძლება $500 ნივთი ეს ხელი და ხელში გადაწოდებით გააფუჭა და აი ეგრე ვაფუჭებთ ერთმანეთის ენერგიას, სიტყვას, მაგრამ ეგ ენერგია აქვს რა. ეგრე შეგვიძლია გადავწყვეტ. მადლობა იმ კაცს, ვინც ცოტა მაგარი რაღაცა, შეიძლება ჩვენი ეგ რა იყო რაც გადაწვა? ვიდეო კარტა იყო. შეიძლება, კარჩი ამ ცუდმა ჩვენმა სიტყვებმა ჩვენი ვიდეო კარტები გადაწვას, კარჩი ამ ბრაზმა რა.
და დაურჩეთ რა და კიჭი თან რა არის რომ თუ ჩვენ თანხმდებით იმაზე რომ უფლის შვილები ვართ პირობით თუ მაგ იდეას მიყვები ან თუ ღმერთი არ აღწამს ბაზარი არაა კაცო მატრიცა ხარ ანუ საწყისი გინდა თუ არა ყველაფერს ერთია გინდა მატრიციდან იყავი მოსული გინდა უფლისგან იყავი მოსული სტარტი ერთია ანუ იწყებ ისტარტებ ანუ короче თუ მე ანუ არ ემსახურება საბოლოო ჯამი ხორი რომ იმ სტარტთან დაბრუნებ გამორკვევა რა აი მე როგორ ვფიქრობ იცი რომ ეგო короче ეგო რა არის რა იბადები короче ჩემი განმოსახედიდან ეგრეა რა რომ იბადები სუფთა ფურცელი აი ვაფშე ხარ აი короче შენში არის ადამიანი რომ იბადება მარტო სიყვარულის განსხევლება აი მაგათად აი მე გეტყვის როგორ ხედავ დაახლოებით მაგ ამბავს რა короче უფალს აქ მარტო ღმერთს აქ მარტო ერთი ბუნება რა ჩემმა მეგობარმა თქვა და მე დავფირთი და ვეთანხმები რა გავერკვიე რომ აი მზეს ხო აქ რომ მარტო ანათებს ფუნქცია ხო აქ რომ მარტო ანათებს короче ხო მეტი არ შეუძლია რა აი ღმერთს აქ ეგრე მარტო ხო ანუ ფიზიკაში სხვა ეგრე ვექტორული სიდიდე მხოლოდ მიმართულება აქვს და ნისამ რაოდენობა რა ეგ არის რა აი მინიშნება რა შენ კვლელი ხარ მანიაკი ხარ წმინდანი ხარ ვინ ხარ განათებს კარგი სიტყვა განათლებაც ხო აქედან მოდის ანუ რაღაცეები არის შენში უბრალოდ განათება ჭირდება კი იქ უნდა შეაღწიოს მაგაზე კი თორე ყველაფერია და ნახე და პანტი აი როგორმა კარგად მე როგორ დავალაგე რა ესე ვცხოვრობ კი არ გეუბნები ამას მივხვდი და ვცდილობ რომ ამეებში გავერკვე რა ძიებაში ვარ კარგად იბადები კარგად ნახე უფარიყო მარტო თუ სიყვა კარგად და ეგრე ან მზეს როგორც ნათება აქვს ღმერთს აქვს ის ფუნქცია რომ მარტო უყვარდეს ხდები ანუ ამოუწურავია არ მარტო სიყვარული აქვს ფუნქცია და ჩვენ რო ვიბადებით რა რატო არა რომ ღმერთმა შენი სახეთ შექმნაო რა ვიბადებით კი სახეთ შექმნა სიყვარული აქ ჩვენ უკვე რესურსიან სამყაროში ვართ სადაც იცლება რაღაცები ეგა ვართ მართლა მაგის სახე ვართ პროსტა ნახე რა არის თამდევად კარგი გენეტიკურად მოყვება ადამიანიდან მოყოლებული ეგო ადამიანური ეგო. ქვია სახელი გვარი ხარ რა. ხო და აქ მე სახელს გარქმევ, გვარს გარქმევ. მე იზდები სიარულს სწავლობ, დედა გეუბნება რომ იქ არ შეეხო, იმაზე რატო არ შეიძლება, გიჩდება. მე იქ ვიღაცა გეუბნება რომ სირცხვილია, მე ამ სირცხვლის გადაფარვას, ანუ ეს ეგო იზრდება და ანუ აყალიბებ შენ პიროვნებას. აკაჩი აყალიბებ, სადღაც მე საიდანაც მე ბრაზი გიჩდება, აყალიბებ რომანტიკებს, რომ ის რა მაგარი იყო, ჩვენ ერთად ვსვავდით. აი რაღაცებს იქნი და ან რა მაგარი იქნება რომ ეს ესე იყოს. ეს ესე იყოს და მე შენ ჭირდები, ჩვენ ერთობა და ეს ეგო იზრდება. და რეალურად შენი საწყისი სადაც იყო სიყვარული, რაც არის რა. კაცი, შუაში მეს და იმ საწყის შორის დგას ეს ეგო. რომლის ხმასაც აღარ გაგონებს რა და ყველაფერს წვიტავ რომ ეხლა რომ მე ეს გავაკეთო შენ რა სიტყვი. ანუ და ეგო რეალურად რამდენადაც ძლიერი, იმდენად სუსტს ხდის შენ როგორც პიროვნებას. აი ეხლა ვდგავართ აი სადღაც გაკ არჩევნის წინაშე დგახარ რა. და აი მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ წავიდე ხო ფიქრობ ან ეს ავიღო დავურეკო არ დავურეკო რა მნიშვნელობა აქვს რა დავურეკო არ დავურეკო შენ ხო ფიქრობ ანალიზში ერთვება დავურეკო თუ არ დავურეკო ეგო იქ ერთვება რომ დაურეკავ იქ შეიძლება იმიტომ რომ ეგოს წარსულის გამოცდილებებიც აქვს რა ხო დაურეკავ იქ ამ შეიძლება რომ არ გიპასუხო სხვა ხმით და საბოლოო გადაწყვეტილებას ვინ იღებს შენ ხო სვავ საკითხს და ხომ მსჯელობ დარეკო თუ არ ვისთან მსჯელობ ეგ შენ თან ისო. ხო და ვინ არის ეგ შენი? რომელიც უფრო ზემოდან გიყურებს. და რეალურად თუ ამ ეგოს განათავისუფლებ და იმ საწყის დაუბრუნდები, ჩვენ იმ საწყისი სადაც იყო, საერთოდ დავიბადეთ, იმის ხმა აღარ გვესმის და არჩევანიც არ დგას მან რა. ხო და მე მინდა კაროჩე რომ ეს ეგოსგან რაღაცნაირად ისე განთავისუფლდე რომ იმ ხმას გაუგონო. სადაც კაროჩე აღარ იქნება განკითხვაც, ბრაზიც აღარ იქნება და როგორიც ხარ კაროჩე, ეხლა და აქ ვიცხოვრო და მიყვარდე რა კაროჩე რა. და არ დაგავალდებულო ის რომ შენმე ყურადღება მომაქცე. მაგრამ ამ მატერიალიზმში და ამ მატრიცაში კაკრას რთულია, მაგარი რთულია. ანუ ვინ გადაიღებს კარგ ფილმს, ვინ გადაიღებს კარგ რეკლამას? შენ თუ სახელი და გვარით არ იდენტიფიცირდები? ძალიან რთულია მაგას ვიძახი ამ ნებების დათმობა. შენი ნამუშევრები ხომ უნდა მოაგროვოს ამ პიროვნებამ, რომელიც სახელსაც ატარებ რა? დიდი აზარტია აქ რა. მაშინ უნდა გავუქმდე. მაშინ უნდა გავუქმდე და თქვა რომ იყოს ნება შენ. ხო, მაშინ ხო უნდა გადადო შენი თავი და გამოუშვა წვერი და შეწირო და დიდი გამბედაობა უნდა მაგასაც, მაგრამ უნდა გამოგდიოდეს რა. რთულია რა მაგ რაღაც სკილები. მაგრამ რაღაცა მე მაინც გონია რომ რაღაცა შესაძლებელია დაბალანსებუა. ოდნავ დაბალანსი.
ახალ მაცნობას რომ ჩიპზე სულ რაღაც 14 წუთია დარჩენილი და ჩვენი ქრონომეტრაჟი უფრო აჩქარებულად შეგვიძლია გამოგზავნოთ. ბაზარიერად, ანუ სწრაფად ვილაპარაკოთ. ძალიან სწრაფად ვილაპარაკოთ. ყველაფერზე უკვე ძალიან იცი მაგაზე რა ვფიქრობ, არის. თემებს შევეხეთ, ძალიან ღრმადაც განვიხილოთ რაღაც საკითხები. კი, გამისწორდა. არ მეგონა ესე თუ წაიღებდა, მაგრამ წაიღო. მე ძალიან ესე ამონა და შენ სტუმარს ღლაბუც ველოდი და ჩემგან მეკლე. წელს პირველი ვიდეოდი. მართლა, მაშინ ფეხბედნიერი. ფეხბედნიერი. თქვენს წელს არა, მეორე. არა, მეც მინდოდა მეთქვა თქვენს პირველი ხართ შენ. თქვენს გაცემაში ეს უნდა გავაჟღეროთ რომ თედო პოდკასტებს იწყებს? არის ის რომ მოკლედ, ხო, კიდე ძალიან გეგმებზე რაც იყო, რომ რაღაცნაირად ძალიან დიდი ხანი მინდოდა ერთი პოდკასტის გაკეთება რა და ეხლა მოვუყარე თავი რომ დავადგი საშვე და მალე დავიწყებ საინტერესო ჯერ არ მინდა თემად ესე ვთქვა. ხო, ისეთი პოდკასტი მაგარი. კარგი, სალაპარაკობები დამიღოთ. ადრე უნდა მეღლაბუცე. ხულის მანქანა და ეხლა თან ღლაბ აწერინე თან ყველა 40 წუთიანს თავიდან ბოლომდე უყურებს ხალხი. პოლიც მოდის. წერს და წერს, მანქანა, საბეჭდი მანქანა ჩათვალე. და შეძლაპარაკობ. შენ ანუ ბევრი დაწერე. 340 € მაქვს. თელი ხადაო. ჩემი არ გამომაქ. ვაგროვებ. ვიდრო იმას აყენებ რა რამდენზე რო ავა მე ჩაგერიცხოს რა რამდენზე მე 777 €-ზე მიყენია რა 777-დან უკვე მე წამოვიდა 37-ია და ის ყადაღა დაფაროს კაი არ გვინდა ამას საუბარი წარმატებები დონაციის ლინკები არა მაქვს აღწერაში არ არის ჩემის წინ არ მიყვარს ახლა წერე დონაცია რას ნიშნავს აი მაგარიშ ნომერს წერ ვიდეოს აღწერაში რომ ვისაც უნდა ჩაგერიცხოს ხო ყველას ნებაო, რაც უნდა ვისაც რა უნდა აკეთოს, მაგრამ ხო, რა. ვისაც მართლა უნდა დამირეკავს და მეტყვის რა. ხო, არ ვიცი. აი, გირენკუშ გერიცხავ. აი, ამ ცოცხალ ლეგენდებზე გამოჩნდნენ კლიენტები, რაც მე მინდა და მე უკვე აღარ დამჭირდება დონაცია. ხო, აი ეს მართლა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ცოცხალი ლეგენდების არხი გამოიწერეთ მეგობრებო, არინანებთ უმაგრესი პროექტია. რეკლამა სერიალი და მაგ ცოცხალ ლეგენდებზე დაიდება ეს პოდკასტიც. მაგარ ხზე. ხო, იმიტომ რომ თემატურად მაგის გარშემო ინტერპრეტრია. და თავი დავიპატიჟე მეგობრებო, თეოდოს არხზე მიხილავთ პოდკასტში. თქვენ გქონიათ? მსგავსი არაფერი ახსენდება? არა, იმაზე, რა თემატიკაზეც არის დანძრეული გქონიათ ცხოვრებაში. კრიზისული? სულ ეგრევა. მივეჩვიე. ეშხში ხო? გამისო. კარგად, რო ხარ რატო არ კარგად? რატო? ეხლა რატო? აუ, ეგ მქონდა მართლა. რობერტ კვერი. ბავშვობაში მქონდა ერთ-ერთ დაბადების დღეზე, რომ უცებ ამ უჩუქობაში და რაღაც სიბნელეში რაღაც კაი ხდება და ორგანიზმს რეაქცია მომცა ორგანიზმმა. რა, სიცხე მომცა მართლა დაბადების დღეზე, მომცა სიცხე, ანუ მილოცავდა ხალხი და ვერ მივხვდი, ანუ გუშინ ტაშჩი ვიბანდი ფეხებს დღეს ამ სათამაშოების გროვა მაქვს. მე მივხვდი რომ დაბადების დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ბედნიერება სტრესი. გავაწურინებ. აუ, ერთხელ სხვათა შორის კაი ჩაფიქრიანების მომენტი მქონდა ცხოვრებაში და აი ჩაღრმავების ნაწილში რა და გაგიზიარებ, ალბათ არც ისე ჯანსაღი ფიქრია, მაგრამ თქმას ჯობს, ცოდვა გამხელილი ჯობსო. ამ ცხოვრებაში მეთქი ეს კაი დიალოგში შედიხარ, ხო შეთავთან რა, უკვე რევერბებს რო ადებ და ხაცი ეფექტებს რა. ბობა. და მეთქი, რო ხედა ვიზუალსაც რო ყველაზე ძლიერი ვინ არის მეთქი, ხო? აი დედამიწაზე კონფიო არა, მაზოხისტები მეთქი. რატო? იმიტომ რომ ტიპს ტკივილიც არაფერს აკლებს რა, ის რაც უნდა როგორ თქვა, რაც უნდა ასუსტებდეს, სიამოვნებს. და რაღამ უნდა იმას ქნას, ხო აზე ხარ? ოღონდ იმ ჭრილში რა თქმა უნდა რომ ავადმყოფური ფიქრია ვხვდები მაგას რა, ოღონდ ეს ფორმულა მეთქი რაღაც კარგში გამოვიყენო რა, რომ ანუ ეს არმორი ის მქონდეს რა, სირთულეების წინააღმდეგობებზე არ დანებდე. ხო, ხო, ანუ როგორ თქვა რა? მაგრამ მაზოხისტებიც რა, ეგეც ნახე რაღაც მანჩი რა არის, ეგ მაგის სიმძაფრე არის. ანუ არის დიაგნოზია საშინელებაა. სიმძაფრეა. ეგ სიძლიერე გაძლება არ არის, კაროჩე, სიძლიერე. ანუ რა რეალურად ვერ უძლებს ჩვეულებრივ მდგომარეობას, ანუ სიმშვიდეს ვერ უძლებს, ჰარმონიას ვერ უძლებს
კაკრას რო ვერ უძლებს, მაგიტო იტკენს, რომ ცოცხლად ხო. საფშიგრძნებზე დამოკიდებული, კაროჩე რა. ანუ დამოკიდებულება აყო ზოგადად ჩამოსაშორება. ხო, ამ იმებში რა ქვია. გამძლეობა კი. ბოროტების სტამინა, ხო. გამძლეობა რომ შენზე კარჩე და გავიდათ რომ და მივხვდი რომ ისევ სიყვარულით სწორი ხა შენ გინდა რომ ისე ჯანსაღად იყო რომ რაღაცა არ იქონია შენზე გავლენა რა. ანუ არ გმართავდნენ და მეყვე. მაგას გისურვებ. აი ვიღაცა რომ მოდის რომ გაწუხებს და ეტყვი რომ მიყვარხარ. გაიქრინჯება წავა. მე ბოლოს მანდ მარტო ხარ, ხო იცი? აი მანდ რომ მიაღწია სიმარტო. მარტო ხო? ხო? გინდა სიმარტო? არა. მაგრამ მიყვარს დიდი დროის გატარება, მშვიდად შემთვის რა. შემიძლია ვიყო ხო? სიბერესი ხო ხედა, სოფელი ყო. უხალასა, წიწილა. არღანი. დიბლიბიდი. ყველას ხო აი ძალიან ბევრი ხო ხედავს სიბერეში, აი როგორ ხედავ შენ სიბერეს აი სოფელში, წყნარად. ტყის პირას. ერთი სახელოს და გარაჟი რა მე და მომალი რო ერთი სოფელი იყოს და ერთ სახში რო აღმოჩნდნენ ყველა ვინც მაგაზე ოცნება. აუ Black Mirror. გაქვს ნახე Black Mirror. მოიცა ხან Black Mirror-ზე ვისაუბრე 8 წუთი. 9. აუ რა მაგარი ინდივიდუალური შეიძლება 10 იმიტომ ერთი თითი არა. აუ მართლა უსაყვარლეს ხალხი დგას კამერის უკან მეგობრებო. ზის უბრალოდ დასადგომის ვიწი არ არის. აი ამ ადამიანებმა მოგცეს ის რომ ამ ყველაფერზე გველაპარაკ ეს კომფორტი და ხარ. რაზეც ახლა საუბრობთ ამ უხილავ ძალებზე, ესენი ცოცხლად არიან ამ სიყვარულის გამოვლინებები, რომ მე მეხმარებიან ესე უსასყიდლოდ თამამად ვიტყვი. თვითონ ინიცირებენ რომ მაგარ აბა შემდეგ კვირაში დროზე რამე გადავიღოთ მოტივატორი დავო ხო და სტიმული თან ამ ნიჭით დაჯილდოვებული რომელსაც გადაღება ქვიო და რომელსაც თან აი იცი რა არის რომ უანგაროთო რომ ეგასენ ხო უსასყიდლო რომ აი თან არ იქნიან იმოლოდინს რომ შენგან რამეს მოლოდინს არ გიჩენენ რომ არ გსტრესავენ ანუ ვინც მე შენგან ანუ ნაღდი კავშირია რა აი შენგან ახლა რო ელოდებოდნენ რომ უკან რაღაცას დაუბრუნებ შენ აქ როგორი დაძაბული იქნები არ დამაგრუნებინო თუკან არაფერი ვაფშე აღარ დაურეკავ ხო გააკათინეო ხონტრა და გაქცევაზე რო ხო და როცა ადამიანს აინტერესებს ის სფეროშიც მოღვაწებდა რა შემდეგ უკვე თვითონ სიამოვნებს ის სადაც არის რა იქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენგან კარჩე დიდი დამსახურებაა მოკლედ შენგან არის ეს ჩემი არხის წარმატება კი არა და ფუნქციონალში მოყვანა. შენ შეიძლება ვერ დაუბრუნო უკან, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდები. კი. რიცი ეხლა ამ ყველაფერს რასაც უყურებ, ნუგეში თუ არის, ანუ ეგ არის, რომ მგონია რომ დაუბრუნდება. აუცილებლად. ჩვენგან თუ არა. კარმის გჯერა. ვერ ჩავწერ. მე მგონი კარმა არ გვჭირდება. კარმა is a bitch მართლა რა. არ ჩაირთო. არ გვჭირდება. კარგები ვართ ისედაც. გავიყვანოთ მე მგონი ბოლოსკენ ჩვენი საინტერესო საუბარი. წავუძინოთ. ამას რა დროთისტებ? ამას რა ჩავждებ დავუმეტებ სხვა საქმე მაინც არ მოხდება. მალე დადე რა. თუ კვირამდე დავდე, კვირას დედაენეში უკრავდა. ობზანდით მეგობრებო. ორთებელს. დავაი. სათაშო შენ როცა უკრავ ხოლმე ის საღამო ყოველთვის კარგი. დიდი მადლობა. ცდილობ იმ ჰიპ-ჰოპს უკრავ რა. რასაც უსმენ იმას უკრავ რა, არ შემილია რაღაც სხვა პლეილისტის შექმნა. აო თავი მოაწონო ეს ნახეთ მე რა თესლი გემონება მაგას. და ეგეც ხო ის არის ხა. ეს არავის არ გაუგია, მარტო მაკარასთან გავიგეთ. თავიდან მაწყებინებ ხოლმე თუ არ მისმენენ, ისმენდით ამ ტრეკს. თავი pull up. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. ისი მადლობა. კეთილი იყოს შენი ფეხი YouTube-ზე, უკვე ინდივიდუალური არხით. ამინ. და მოკლედ ჩვენ ისეთი აუდიტორია ყავს. ჩვენი გამომწერები, ყველა საერთო გამომწერია, ხო იცი რომ ეჯიბრებენ, მე ამდენი მყავს, მე იმდენი მყავს. ერთი ხალხია სულ. სიყვარულით ეს. მაგარ მეყარხაც, მადლობა დიდი და მაგრა გამისწორდა რომ ცოტა ისე თემებისკენ წავედით, წესით რომ არც იყო დაგეგმილი, მაგრამ ადამიანი სადაც იმყოფები ის უნდა ილაპარაკოს. თუნდაც სხვის აი ის არ უნდა დავიწყოთ, იცი რომ აი საინტერესო გამოუჩნდე. სადაც ხარ, იქ უნდა თავიდან ხო არ დავიწყოთ. დავაი.
ცოტა ის გავაკეთოთ. იუმორისტული გადაცემა გავაკეთოთ თავიდან ჩავთ. ორი გადაცემა გქონდეს რა. თუ ამერ ორი ვერსია. Censored, explicit და ისეთი რა. საბავშვო. დაბალი შემცველობა. ახ, ჩემი დიდების. რა კაია, საღო. სხვა მეგობრებო, თქვენს უთქვით რამე. თქვენ ხართ იმ ჩვიდ თქვენს დაწერეთ რამე. კითხვები. მაყურებლის კითხვები ხო, აი ხა კომენტარს ვკითხულობ, რომ მაკარ რა კარგი ვიდეოა, მიხარია თედოს ნახვა შენს არხზე. კიდევ იმედია ფილმშიც გადაგიღებს. ვაუ, რა კაი კომენტარი იყო? უეჭველი, ალბათ ეს არიციან. ეს არიციან. ეთყობა, ხო, ეხლა ვიღებ ფილმს, სადაც გაჟონა რაღაცა ინფორმაცია. მოკლედ მაგას ძალიან მალე ნახავთ რა. ნიკუშ რას გავხარ შენ შეიჭერი თმა? ვა, ეს კომენტარია ხო? სპარტაკ რისიგე მოქონდა. არ თუ ესე გაინტერესებს ნახე ძმაო, რას მეკითხები რა. აქ ხელა სტუდია გაქვთ და ხმა წესიერად ვერ ჩაწერეთ? რა არის ეს? ახლოს არ ვიჯექი თურმე. კი წესიერად იწერდა, პროსტა მიკროფონთან ამჯდარ ვარ, ხო? და კიდე რა, კიდე მრავალი. გულე პირველი, ერთი ვარ. მეორე, მე ხოცი რა გამეჭიტა. ბავშვებს უხარია. მესამე გამეჭიტა. ხო არის პირველს წერდნენ და მე ვნახე მეორე და ვიღაცას ეწერა მესამე. საყვარლები არის. მაგათი ხო. ყველას პირველს, მეორეს, მესამეს უკლებლივ ყველას უდიდესი მადლობა და შეხვედრამდე რა. შემდეგი სად დაგარჩი? შემდეგი ეპიზოდი? ისევ აქ იქნება მარგველას დაბინავდი, ჩასახლ. ხო, ვარე. იპოვე. მოსულია ხალხი ამ ხელა გზაზე, ამ ხელა ტექნიკით. შენ ახლა ეს გადაცემა რას დავიწყე სულ მომთაბარე ხარ. კაი ამედი როცა დაკვირტავს. კაი. ეზომაკ და აი, სამზრიალების ვარიანტიც არის და ჩეროც იქვეა და. შეგინაც. ემოს ვაყოლებდით ჭაჭას. როცა დაკვირტავს რა. რა დაიძრება რა. ეხა ძინავს ჯერ ბუნებას და დაორე ჩვენ არ გვეძინოს მეგობრებო ხიზლად ვიყოს დავალოდას არის აქტიურებული გქონდეს სამ სიყვარულის კარი გახსნილი აბსოლუტურად უანგარო სიყვარული მაგრამ ჩაკირით ხომ ვერ მოწანგაშ ნავა ჯიგარი ხომ ბიჭო გასაქცევი ვარ ის მე გადავ